ქორელი ძიუდოისტი ქეთი რობაქიძე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენუის კადეტთა ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორი გახდა. სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მწვრთნელი ირაკლი ლომიძე ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა კადეტებში. ამასთან გასულ წელს მან ევროპის თასებზე 4-ჯერ დაისაკუთრა ბრინჯაოს მედალი. გენუაში პაპიტაშვილის სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი ნატა იაშვილიც ასპარეზობდა. იტალიაში ჩატარდა ევროპის თასი გოგონებს შორის, სადაც ჩვენი ნაკრები მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრები და ამ ნაკრებში ჩვენი სკოლიდან 2 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ეს ქეთი რობაქიძე და ნატალი იაშვილი. მინდა გითხრათ, რომ ქეთი რობაქიძემ კარგად საუკეთესოდ იასპარეზა და მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. მას დიდი შანსი ჰქონდა ოქროს მედლის მოპოვების. მსოფლიო ჩემპიონს ხვდებოდა, იგებდა შეხვედრასაც, მაგრამ პატარა შეცდომის გამო დასთმო შეხვედრა და მეორე ვერცხლის მედალს დასჯერდა. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოასწორებს, ან და შეცდომები აღარ იქნება და ოქროს მედლი დაგვიბრუნდება. ეს იქნება ძალიან სასიხარულო ამბავი, იმიტომ რომ გოგონებში ჩვენ ყავს პრიზიორი, მაგრამ ოქროს მედალი გვინდა აუცილებლად და ქეთი რობაქიძეს შეუძლია და უსურვებს წარმატებას. არა მარტო ჭაბუკებში, არამედ დიდ სპორტში აქვს მას შესაძლებლობა, რომ დიდ სპორტში დაიმკვიდროს სახელი. იტალიაში ჩატარდა შეჯიბრი, სადაც ვიასპარეზე. ჩავატარე 4 შეხვედრა, ვიჭიდავ ფინალი და ავიღე მეორე ადგილი. დამარცხების მიუხედავად, მაინც ვეცდები, რომ ყველა შეცდომა გამოვასწორო. ვეცდები, რომ უფრო მეტი გავაკეთო, უფრო მეტად ვიშრომო და ამით არაფერი არ დამთავრებულა. პირიქით ვეცდები, რომ მომავალში უფრო მეტი გავაკეთო და ჩემთვის უფრო მეტი მომთხოვო. შედეგით მოყოფილი ვარ, მაგრამ ნანობ რომ შემიძლია უფრო მეტი გამეკეთებინა და იმ დროს იქ არ დამარცხებულიყავი, მაგრამ ბევრი გამოცდილების მიუხედავად და ქართული ნახევარფინალის მიუხედავად, რომელსაც ძალიან ვამაყობ, პირველი გასვლისთვის ჩემი შედეგი ძალიან დამაკმაყოფილებელია. ასევე მინდა წარმატებები ვუსრულო ყველა მეტოქეს, ვინც იყვნენ ძალიან ძლიერი მეტოქეები, გამიჭირდა შეხვედრები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც შევძელი, რომ გავსულიყავი, მეჭიდაო ფინალი, საქართველოს მესახელებინა და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის და იმისთვის, რომ ეს ადამიანები ჩემ გვერდით იყვნენ და ეს ყველაფერი ძალიან მაძლიერებდა.